მოგეხსენებათ ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენ სამშობლოს ცოდნეობის სახელმძღვანელოს დავარქვით შემეცნებითი კურსი, გასაკვეთებად არის ჩვენი სახელმძღვანელოები შედგენილი, თითოეული კურსი მოიცავს 33 გასაკვეთს. გასაკვეთის სიტყვაც მეტყველებს, რომ რაღაცა უნდა გაიკვეთოს და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს მოსწავლე ახალგაზრდობის, ანუ ბავშვების გული, ანუ გული უნდა გაიკვეთოს. ესე იგი ჩვენი მიზანია თქვენი გულების გაკვეთა. რით? ქართული იდეით. ქართული იდეა კი მოიცავს ღმერთის სამშობლო ადამიანი, ანუ ღმერთის სიყვარულს, მოიცავს სამშობლოს სიყვარულს და ზოგადად ადამიანის სიყვარულს. მოგეხსენებათ, რომ ქრისტე ასე გვასწავლის, რომ ისე შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო. ანუ როგორ შეგვიყვარა ღმერთმა, თავგანწირულად. ესე იგი ერთმანეთისთვის უნდა დავიხარჯოთ. ერთმანეთისთვის უნდა მსხვერპლი გავიღოთ. აი ესეთ სიყვარულზეა ლაპარაკი და ბოლოს სიყვარულის მწვერვალი. გვიყვარდეს ერთმანეთი, ანუ მოყვასნი და გვიყვარდეს ჩვენი მტერი. ეს რა თქმა უნდა მისაღწევად რთულია, მაგრამ თუ კიბე ნენელა ვივლით, ეს შესაძლებელია ღვთის დახმარებით და ღვთის წყალობით. აი ეს არის ქართული იდეის გაცოცხლება, როცა მოახერხებს მოსწავლე რომ არაცნეს წირვა-ლოცვას და სისტემატიურად ეზიარება და ეკლესიურად ცხოვრობს, აღსარებით, ზიარებით, ლოცვით, მარხვით, როცა სამშობლო ისე უყვარს, რომ გადაწყვეტილი აქვს, რომ თავი შესწიროს, რაღაცა გააკეთოს, სხვეპლი გაიღოს, როგორც ჩვენი დიდი წინაპარი ცხოვრობდა, ესე იგი ამ რთულ მდგომარეობაში მყოფი სამშობლოსთვის დაიხარჯოს. და ბოლოს როგორც გითხარით, სიყვარულის თემა. ესე იგი, ყველა სახელმძღვანელო ჩვენი ამ იდეით და სულისკვეთებით არის, ესე იგი, შედგენილი. ეხლა მიგეტყვით რა კონკრეტული წიგნებია ასეთი. წელს პირველი კურსი გქონდა და პირველად ვიხემძღვანელეთ აი ამ წიგნით გულის ენა. ამიერიდან ეს იქნება გადაწყვეტილად ჩვენთვის პირველი კურსი, ანუ ყველა ახალი შემოსული ბავშვი ამ სახელმძღვანელოთი დაიწყებს. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი წელს მოახერხე ყველა გაკვეთილი ჩამეწერა და შემდეგი წლიდან უკვე ჩვენ საიტებზე გაჩნდება 33-ვე ჩაწერილი გაკვეთილი. ამით შეივსება ერთგვარად სამშობლოს ცოდნეობა. ამიტომ აი აქ ჩვენ იაკობ გოგებაშვილის ენით ბავშვებს გადავეცით იაკობ გოგებაშვილის ენით, ბავშვებს გადავეცით ბიბლიური სწავლება. ანუ მარტივად ქრისტემდე რა გზა გაიარა სულიერებამ, საღვთო სწავლებამ, რა მოიტანა ქრისტემ და როგორ ამაღლდა და ასე თქვა სულიწმინდა გარდა მოვიდა და ესე მარტივად პატარა გასაკვეთებად, რა თქმა უნდა ამ სახელმძღვანელოში შეტანილია ეთიკის, მორალის, ნეობის პატარა თხზულებები, რომელიც უწყობს ხელს ბავშვს, რომ გააზრებაში დაეხმაროს, ჯელობაში. აი ყველაზე ძალიან ჩვენ ბავშვებს დღეს უჭირთ, ესე იგი, რომ იაზრონონ, იმსჯელონ, რაღაც თავისი აზრი გამოთქვან. აი ყველა ეს ძალიან, იმიტომ რომ ამ ცხოვრებას ფსიქოლოგებმა უწოდეს, ესე იგი, საინფორმაციო ომი. იმდენ ინფორმაციას ღებულობს, თავისთვის არასაჭირო ათასობით ინფორმაციას ღებულობს ადამიანი, რომ ამ ინფორმაციული ომის ტყვეხდება. ანუ ესე იგი გარშემო არის შემორტყმული არასაჭირო ინფორმაციებით დატვირთული გონებას აღარ ეძლევა საშუალება გაიაზროს თავარი საკითხები. ეცით რა საშინელი რამ გამოაცხადეს, ვინც ამას აკვირდება. ასეთი რამ თქვეს, რომ თურმე შემოსულია ასეთ პირდაპირ დავალება ასეთი, რა თქმა უნდა, საღვთო სულისკვეთების საწინააღმდეგო განწყობილი ადამიანების მიხედვით ასეთი დავალება თუ ფარული ომი შეტევა ადამიანზე, რომელსაც ქვია ტვინის ლპობა. ანუ ამდენი ინფორმაციის მიწოდა ზუსტად იწვევს ამას. რა არის ახლა აი მარტივად რო აგიხსნათ. ეს არის რომ ადამიანმა ვერ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ცხოვრებაში. რაღაცა შეხვდა და
გააზრების უნარს აკარგვინებენ. Ვაი რომელია მისთვის სასარგებლო და რომელია უსარგებლო ეს რო ვეღარ გაიგოს. აბა გადახედათ ახლა ამ ცხოვრებას. რამდენი ნარკომანი ყავს, რამდენი ავაზაკი, რამდენი უწმინდური, რამდენი გახლართული და ჩაძირული უსაშილეს ცოდებზე, რომელიც ლაპარაკიც კი მეთაკილება და მცხვენია, მაგრამ მთელი სამყარო აი ამ ცოდვის ჭაობში, გარყვნილების ჭაობში დუხს რო იტყვიან. და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ცოდვათ აღარ მიაჩნია და აგიტაციას უწევენ ცოდვას და დღეს უკვე ვეღარ გაიგებს, აი ადამიანი მოზარდი ვეღარ გაიგებს რა არის ცოდვა და რა არის სწორი. აი ესეთი ომია ადამიანის წინაშე. ეხლა დიდი ადამიანი კიდე იცირითი უძლებს, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ასე არ არის აღზრდილი და მას უფრო შეუძლია რომ ყარად დადგეს და ის ეგრევე ხდება ცუდი რა არის. მაგრამ მოზარდი რომლის გონებაც ეხლა მწიფდება, ეხლა ყალიბდება, აი პირდაპირ სხვეპლი ხდება ამ საშინელი ომის. მოკლედ ესე იგი წერს ერთი კარგი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა მრავალ რიცხოვან კლასში მიწევდა მთელი წლის განმავლობაში ამ სახელმძღვანელოთ ისწავლება მეოთხე სკოლაში ისე შემიწყეს ხელი დირექციამ რომ დარბაზში იკრიბებოდა ყველა მეოთხე კლასის ბავშვი მოხდა სრული სასწაული ამ საგნის გამო სამშობლოს წოდნეობის გამო 1 საათით ადრე მოდიოდნენ ბავშვები სკოლაში აი თავიდან პედაგოგებს მეუბნებოდნენ 5 წუთი ვერ დაგვიტოვია გაკვეთილების მერეო და ვინ მოვაო 1 საათით ადრეო მე ვთხარი მივენდოთ ხმე სამით მე ღმერთმა მომცა ერთგვარი სტიმული შემასახელა რომ აი ჩვენი ქართველი ბავშვები მზად არიან ღმერთის ნათლის მისაღებად ესწრებოდა 100-მდე ბავშვი საშუალოდ მეტიც დასწრებულა და ნაკლებიც საშუალოდ დავარქვათ 100 ეს ბავშვები გასვლით გაკვეთილზეც გავიყვანე დიდი წარდგინებაც ანუ დამამთავრებელი ღია გაკვეთილით ჩავატარე და მოკლედ სიყვარული დავივსე რომ მივხვდი რომ ეს ბავშვები ელოდებიან ამ სიტყვას დარწმუნებული ვარ ყველა სკოლაში ასეთი სიტუაცია იქნება იმიტომ რომ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ მეოთხე კლასი არათუ ნაადრევია არამედ ცოტა დაგვიანებულიც კი შეიძლება იყოს ყოველ შემთხვევაში ნაადრევი არ არის ამან დამარწმუნა და საოცარი შედეგი მომცა ვერ ვიტყვი რომ 100%, მაგრამ 99% ტაძარში მოვიდნენ და ეზიარდნენ და თან დადიოდნენ კან მარტო ის კი არა და მარადისობაზე საუბრობენ ყველაზე მთავარი კი შეხედეთ პრობლემები ყველას აქვს ცხოვრებაში რაღაცეები მაგრამ ჩვენ უნდა ქრისტემ ზუსტად ეგ მოგცა მარადისობა გვასწავლა ჩვენ სიკვდილი დამარცხებულია ქრისტეს მიერ და აი ეს პირველი ჩვენი სწავლება მარადისობა უნდა იყოს აი რა მოგვიტანა ქრისტემ და ვიტყოდი რომ აი ჩვენი პირველი მთავარი დავალება რასაც სამშობლოს წოდნეობა ისახავს მიზნად არის რომ თქვენ დაგიბრუნოთ ცოდნა და რწმენა თქვენივე უკვდავების და მარადისობის შესახებ ეს ქრისტემ მოიტანა და ქართველები ამით ვიზრდებოდით და ეხლა ამოიღეს ეს განათლებიდან და გამოშიგნეს შეიძლება ასე თქვა გული გამოაცალეს ყველაფერს გული რომელსაც შეუძლია სიყვარული რომელსაც შეუძლია გააზრება და რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება აი ეს არის გამოცლილი დღეს და ეს უნდა ჩვენ ბრძოლით, შრომით, წვალებით უნდა დავაბრუნოთ ისევ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში. აი ეს არის ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. ხო, წელს ასეთი რამე მოხდა, რომ ესე იგი ახალი გეგმა გვაქვს. აი ამ პირველი წიგნი იცით რომ ეს შეიქმნა საქართველოს წყაროს თვალი და ამით ისწავლებოდა ჩვენთვის პირველი ჩვენ რა თქმა უნდა ვაკვირდებოდით სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, მოძღვრებთან ერთად ამ პროცესს და აქ აღმოვაჩინეთ რომ რამოდენიმე საკითხია მართლა ჯერ ნაადრევი. ამიტომ ეს წიგნი მანამდე შეიქმნა და კიდევ ერთი წიგნი იქნება, რომელიც მეორე ეტაპის უკვე იქნება ეთიკა. ეთიკის წიგნი ეს პატრიარქის ეპისტოლეებშია პირდაპირ ასეთი სურვილები, რასაც მე ვაკეთებ, შეიძლება ითქვას რომ ამოკრეფილი მაქვს პატრიარქის ეპისტოლეებიდან რჩევები და კურთხევები, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს ეხება და იმის მიხედვით ამაქვს ესენი ყველაფერი შეკრებილი. ეგრე რომ ამის მეორე საფეხური ნახეთ რა საინტერესო იქნება. აქ ხო გითხარით ბიბლიური ცხოვრებებია. და მეორე წიგნში იქნება ქრისტეს სახარება ხო ქრისტეს სწავლება. აი ქრისტემ რა სწავლება დაუტოვა ბავშვებს. ანუ
ძალიან მარტივად ბავშვური ენით აი რა სწავლება ჩადო ამ კონკრეტულ ფრაზაში და 33 ასეთი პატარა გასაყანო ქრისტეს ცხოვრებას გაგვაცნობს. ამიტომ ქრისტე ხო არის ნათელი და ქრისტე ხო არის თვითონ სიცოცხლე, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამიტომ როგორც ამას ქვია პოეტური სახელი გულის ენა, ისე იმასაც ეთიკის წიგნს ექნება ასევე პოეტური სახელი სიცოცხლის წიგნი. და სიცოცხლე ქრისტეა. რა თქმა უნდა, იქაც შევა ვიდეო რგოლები, ფილმებიდან, ნაწყვეტები ქართული ფილმებიდან ფიქრობ, იქაც იქნება ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური, მორალური პატარა თხზულებები, რომელიც ასევე, ესე იგი, მსჯელობაში ადამიანს მოეხმარება. ესე იგი, მეორე წიგნი უკვე გააზრებით ვიცით, ოღონდ ზაფხულში უნდა შეიქმნას თუ უფალმა ინება. მესამე კურსი უკვე გახდება საქართველოს წყაროს თვალი, აქ უკვე ნახეთ რა თემებია, ქართლის ცხოვრება, ანგელოზების თემა, ოღონდ ღრმად განხილული, იქ მარტივად, აქ უკვე ღრმად, აქ იქნება სულის მარადისობა, მცნებები და ასე შემდეგ. სამშობლოს თემაზე უკვე კვარტზე ლაპარაკი, ღვთისმშობლის წილხდომილობაზე, უკვე ჩვენს ქართლის ცხოვრებაზე, ქართულ ენაზე, ოღონდ კარგად სიღრმისეულად, უკვე ბავშვებიც მოიზრდებიან. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე ჯვარი ვაზისა, რომ ჩვენთვის ამ მცნებაში ჯვარი ვაზისა სულიერი და მიწიერი კულტურის, ესე იგი, სინთეზია მომხდარი და ეს არის ჩვენი კულტურის უმაღლესი მწვერვალი. მიწის ჯული, ემიგრაციის თემა უკვე ბავშვებიც მოიზრდებიან უკვე და უკვე ჩვენ ასე ვდით ბავშვებს დასამალი რა არის, რომ დღეს დედა სამშობლოს უჭირს და მოხმარება სჭირდება. ამიტომ თავიდანვე უნდა ჩვენი ბავშვები ასე გავზარდოთ, რომ სამშობლოს უჭირს და სამშობლოს მიტოვება არ შეიძლება. დღეს უნდა სამშობლოს მოსიყვარულე ქართველი უნდა იყოს ამ გაჭირვებაში სამშობლოში, აქ ისწავლოს, აქ შრომოს, აქ იბრძოლოს, აქ შექმნას მრავალშვილიანი ოჯახი და ასე დაიცვას კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ღვთისმშობლის ფარველობით ემსახუროს თავის სამშობლოს. ეს არის მესამე კურსი. მეოთხე უკვე გამოვა ზნეობის კიდობანი, შეიძლება კიდობანი აღარ დავარქვათ და ზნეობის წიგნი ან რაღაცა დავარქვათ და პოეტური სათაური ამოვიდეს. აქედან მითიური სუნთქვა კიდევ უფრო ზევით გადაიწევს, იმიტომ რომ მითიური სუნთქვა ეს ხო არის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასისთვის შეიძლება ჯერ ცოტა კიდე ნაადრევი იყოს, ამიტომ რამოდენიმე გაკვეთილი აქედან კიდევ უფრო ზევით გადაიწევს. ხო, ამიტომ ცოტა გამარტივდება ეს სახელმძღვანელო. შემდეგ უკვე მოდის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი და ეს პერიოდი 4 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ახლა რასაც ვისწავლით ის გაიაზროს, იმიტომ ეს უკვე საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა, ვერცხლის ტყაოსნობა. აი საქართველოს ასეთი გენიალური ნაწარმოები აქვს, ვერცხლის ტყაოსანი შოთა რუსთაველის. ხო და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და ჩვენ უნდა საგანგებო სწავლა გქონდეს. ეს არ არის უბრალო ამბავი და ეს არ არის უბრალო პოემა. სატრფოს ესე იგი დახსნა ციხიდან. აქ არის გაცილებით დიდი თემა ნებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც არის ქრისტიანობის მთავარი საფუძველი. და ჩვენ ასეთი შვილები უნდა გავზარდოთ დიახაც წმინდა გულით და სამშობლოს ისინი წასწევენ ზუსტადად წინ. ჩემი აზრით ხო და თავიდანვე უნდა ამის სწავლება. თავიდანვე, თორე როცა ამას დაკარგავ, ამის აღდგენა და მოპოვება უკვე ძალიან ძნელია, მაგას 10 წლების შრომა და 8 წელი სჭირდება მონასტრული. და როცა ბავშვი თავისით ეძლევა, ამიტომ ჩვენ უნდა დავასწროთ იმ მოვლენებს, სანამ ამას ეს სოფლიო პროპაგანდა შელახავს და შეყვნის. ეგრე რომ ეს მიმაჩნია მაინც ყველაზე მთავარ ამ სამშობლოს ცოდნეობის ყველაზე მთავარი ხერხემალი. შემდეგ მოდის უკვე მოიზარდნენ ბავშვები და მოდის უკვე ოჯახის ცოდნეობა. აი, ოჯახის ცოდნეობა ცოტა გაძლიერდება, როგორც გითხარით, მითიური სუნთქვით უფრო შესრულდება და აქ ძირითადად იქნება ლაპარაკი როგორ შევქმნა წმინდა ოჯახი. იცით რომ სიყვარულით იწყება, მაგრამ სიყვარულსაც ცოდნა უნდა. ბავშვები სად იღებენ ამ განსწავლას არსად დღეს? ყველაფერი დამახინჯებული სახით ეწვება. ამიტომ აი წმინდა მამები ასე გვასწავლიან, ოჯახს ჩვენ სიყვარულით ვიწყებთ, რაც უკვე შეცდომა.
ჩვენ სიყვარულით არ უნდა დავიწყოთ, სიყვარულამდე ჯერ გულს მომზადება უნდა. და ის ძალა, რომელიც სიყვარულს ძალას აძლევს, რომ შეძლოს ნამდვილი სიყვარული ღვთაებრივი, ამას უბიწოება ქვია. აბა ამ სწავლებას ადგადიან ჩვენი ბავშვები. ამიტომ ამას უნდა საფუძვლიანი სწავლა და მე აი ესე იგი ვინც გაიარა ეს კურსები ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უკვე ის ბავშვები გვყავს, გაზრდილები, სტუდენტები, ზოგი უკვე ამთავრებს ინსტიტუტებს და ჩვენ უკვე შედეგი მიღებული გვაქვს და ამიტომ არ გვეშინია არაფერს. დარწმუნებით ვიცი, რომ ეს სწავლება სწორია. დარწმუნებით, იმიტომ რომ ჩემი ერთი სიტყვა არ არის აქ. აქ არის სულ ჩვენი დავით გურამიშვილიდან, გაბრიელ ეპისკოპოსიდან, პატრიარქის ეპისტოლეებიდან ამოღებული, აქ არის წმინდა მამათა თხზულებების მიხედვით მართლმადიდებლური სწავლება და ილია ანკაკი, იაკობ გოგებაშვილი, რომლითაც მოვიდა საქართველოს ჩვენამდე. და სულ ბოლო კურსი, ანუ მე-10 კლასისთვის უკვე ეს იქნება ილია ჭავჭავაძის გზა. ილიას გზა ქვია მეორენაირად, თუმცა ილია ჭავჭავაძემ ბოლო 20 წელი ნაწარმოები თურმე აღარ შექმნა. იმიტომ რომ იცოდა, რომ უკიდურესად იღუპებოდა ეს იცოდა. და 20 წელი ქმნიდა აი ამ ნაშრომს, რომელსაც ქვია საერთო ნიადაგის თეორია. ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიური გეგმა საქართველოს გადარჩენის. დაასრულა თუ არა მოკლეს და გააუქმეს ეს ყველაფერი ქართულ ხლაპიამ ტერმა, შინაურმა თუ გარეულმა. და მას შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ აღდგა, რა იყო შიგნით არც ვიცით, მარტო ვიცი ერთი რამე, რომ დიდმა პროფესორმა, დიდმა განსწავლულმა კაცმა, პოლიტოლოგმა, რომელსაც დაწერილი აქვს ესე ქართლის ცხოვრების პოლიტოლოგია, ანუ მიმომწვილი შესწავლილი აქვს რა პოლიტიკური სარჩული და რა ეკონომიური ესე იგი საიდუმლო დევს ქართლის ცხოვრებაში, ზნეობრივი საიდუმლო და მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა იმას, რომ აღედგინა ილიას ერთთავარი ნაშრომი, შექმნა ილიალოგთა კლუბი, ეს არის ელბერტ ბატიაშვილი, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა. აი მე მას ხვდებოდი, ჩაწერილი მაქვს უამრავი მისი სწავლებები, ქადაგებები, როგორც რამაზ პატარიძიდან, როგორც რეზო ჩხეიძედან, დიდი ქართველებიდან, მე სულ მათიდან მაქვს ეს ყველაფერი ნასწავლი და მე თავი მოუყარე მის პატარა ბროშურებს და პირველი მცდელობაა საერთო ნიადაგის თეორიის, ანუ ილიას გზა, უკვე ეს ყველაფერი ნასწავლი, როგორ განვახორციელოთ პრაქტიკაში. ამიტომაც წერს ერთი მაგარი, ესე იგი, საზაფხულო ბანაკი იგეგმება, რომელსაც ილიას გზა ექნება სარჩულად, მხოლოდ 20 ბავშვი შეირჩევა, ოღონდ ძირითადად უფროსები, ვინც გაიარეს ეს სწავლება და მიმომწვილით იქნება აი ამ საკითხებზე მსჯელობა. მე აი დარწმუნებით ვიცი, რომ ჩვენ რასაც ვერ ვხედავთ მომავალი, საით უნდა წავიდეს, რა გადაგვაჩენს, რა გვიშველის, რა წაიყვანს წელს, სწორ გზაზე ქართველ ერს, აი ამ მეთოდით გაზრდილი ბავშვები ამ გზას იპოვნიან. აი ამაში ვარ მე დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფესვების გაცოცხლება და ჩვენი ფესვები ისეთ სწავლებაზე დგა, ქართული იდეის ისეთ სწორ მართლმადიდებლურ საღვთო სწავლებაზე, რომ აგე ფაქტია, რომ 20 საუკუნე ებრძვიან და ვერაფერი ვერ დააკლეს ჩვენ ქვეყანას. აი ესეთი ფესვებია ჩვენ შვილებში. ამიტომაც დარწმუნებით ვიცი, რომ ამას ვერავინ ვერ წაშლის, ვერავინ ვერ მოერევა და იწყება ზუსტად აღორძინების ხანა. როცა ჩვენ შვილებში ამას გავახორციელებთ, ჩვენი შვილები წინ წაწევენ ერს. ეხლა უბრალოდ უნდა მოგახსენოთ ღვთის წყალობითა და ესე იგი ჩვენი მცდელობით სამშობლოს ცოდნეობის პროექტმა წელს რა ღონისძიებები განახორციელა. თქვენ ამით უნდა შეაფასოთ, რომ რამდენად ნაყოფიერი იყო ჩვენი წელი. ერთი სასწავლო წელი 2024-25 წლის განმავლობაში სამშობლოს ცოდნეობამ რა შედეგს მიაღწია. უბრალოდ ჩამონათვალია და 1-2 სიტყვით ზოგიერთზე შევჩერდები. პირველი, რაც ჩვენ ზაფხულშივე მოვაწყეთ, ეს იყო კონფერენცია იმ პედაგოგების, ვინც ასწავლიან სამშობლოს ცოდნეობას, ან ვინც უნდა ასწავლოს შემდგომში. ეს კონფერენცია ბოლნისში ჩატარდა. მინდა გითხრათ, რომ აი ამ სწავლებას სამშობლოს ცოდნეობის, რა თქმა უნდა, პირადად პატრიარქისგან მაქვს კურთხევა აღებული,
მაგრამ ეხლა უწმინდეს აღარ ვაწუხებთ, იცით თქვენ რომ მას ისედაც მძიმე აქვს ჯვარი, ამიტომ ღმერთმა ასე ინება რომ ამ კონკრეტული პროექტის მაკურთხებელი არის მთავარ ეპისკოპოსი ბოლნელი, მთავარ ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ამიტომ მისი კურთხევის გარეშე ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. ასევე მინდა გითხრათ რომ მე ჩემი მოძღვარი მყავს, ეს მთავარი ცენტრი სამშობლოს ცოდნეობის არის რუსთავის სიონთან არსებული სამრევლო სკოლა მთაწმინდელი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ცენტრი ამ ყველაფრის და ამ სკოლის, ამ ტაძრის წინამძღვარი არის ჩემი მოძღვარი, რომლის გარეშეც მე არც ერთ ნაბიჯს არ ავდგავ, ეგრე რომ თუ ჩვენში რამე მოგწონთ, ეს კურთხევის შედეგად მიღებული წარმატებაა და თუ შეცდომებია, ის ჩემი პირველ რიგში ჩემი და ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ, რა თქმა უნდა ეს არის გზა, რომელიც ჯერ არ არის გაყვანილი, შეიძლება ითქვას პირველი ნაბიჯები, ამიტომ ექნება რა თქმა უნდა და აქვს კიდეც ამას ხარვეზები და ჩვენ უსმენთ ყველას და ვცდილობთ რომ აღმოვფხრათ და რაც დაგვრჩება კიდე ჩვენი მოსწავლეები სამომავლოდ გამოასწორებენ და შეცვლიან და გააუმჯობესებენ. ეგრე რომ ეხლა საინტერესო ლუკა გადმოდი აქეთ. ხო, ესე იგი, ერთი საინტერესო კიდევ ის იყო, რომ რამოდენიმე დამკვირვებელი წავიყვანეთ ამ კონფერენციაზე. ისეთი ადამიანები, რომელიც ჭკვიანი, გამოცდილი, განსწავლული და ამ საკითხში დაინტერესებული ადამიანები, მე მინდოდა რომ უცხო თვალით დაენახათ ეს პროცესი. აი ესეთი განსაკუთრებული ერთ-ერთი იყო ტარიელ ხალხელაური, ჩვენი განსაკუთრებული პოეტი და მოაზროვნე, მე ვიტყოდი და მოკლედ ესეც ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო. მინდა გითხრათ რომ სადაც მხდება ახლა აი 1000 კაციან ღონისძიებას შემთხვევაში სადაც დავინახავს მოუმარდება და როგორ არის გამომკითხვას მიმომწვლილვით ამ ყველაფერს. თავიდან მას ძალიან ცუდად მოხდა რომ სამშობლოს ცოდნეობას რა სწავლება უნდაო სამშობლოსო, ეგო თავისთვის სწავლებაო. და რო დაესწრო ერთხელ ორჯერ მერე მითხრა ხელები ამიწევიაო და ნამდვილად დარწმუნებით ვიციო რომ ეს გადაარჩენ საქართველოსო და მიგულე ყოველთვის შენ გვერდითო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ასევე მეგობრობთ ჩვენ ერთმანეთთან და ვფიქრობ რომ ის ერთ-ერთი ესე იგი ზედამხედველი რომ არის შალვა ამონაშვილთან ერთად მოძღვრებთან ერთად ვინც მე გითხარით ეს ჩვენი ერთ-ერთი ესე იგი გამაძლიერებელი ძალაა რომ ისინი აკვირდებიან ამ პროცესს. ხო, ერთი კიდე სიახლე რა მოხდა. მოკლედ ტარიელ ხალხელაური თურმე არ ყოფილა ნაზიარები არასდროს. და ამ კონფერენციაზე ჩვენ საღამოთი ყველა დავდექით ლოცვაზე, იმიტომ რომ ჩვენი ყველა ღონისძიება იცით თქვენ რომ ეკლესიაში იწყება და ეკლესიის წირვა ლოცვებით და აღსარება ზიარებით იწყება. ვეზიარებით და მერე იწყება ყველა ჩვენი გადადგმული ნაბიჯი. ხო და იქთან ერთად დავრჩით პოლნეში და იქ შევთავაზეთ და აუხსენით რაც იყო, გარკვეული არა ვარო, აუხსენით ესე და შემდგომ დილით წირვა ლოცვაზე პირველი აღსარება ჩააბარა და პირველად ეზიარა. თან ახლა ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ესენი დაფიქსირებული გვაქვს და თავის დროზე ალბათ როცა ფილმს გავაკეთებთ, ესეც მოხდება. აქვე გეტყვით ისეთი დიდი მოღვაწე, როგორიც არის რამაზ პატარიძე, ალბათ სოფლიო მოღვაწე, ენათ მეცნიერი. რამაზ პატარიძეც არ იყო ნაზიარები, ჩვენ წაუყვანეთ მამა დავითი ჩვენი სკოლის დირექტორი და ეზიარა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა. ან პირველი ზიარება იყო მის ცხოვრებაში. ჩვენ ფილმს ვაკეთებთ რამაზ პატარიძეზე, კიდევ ვიმეორე სოფლიო გიგანტები არის, ვისაც გეუბნებით. და ღმერთმა ქნას რომ ასე ყველა დიდი ქართველი მეცნიერი მოღვაწე მიგვეყვანოს იქამდე რომ ესე იგი ზიარების გარეშე არ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ხო, ესე იგი იცით თქვენ რომ ზაფხულში ჩვენ ბანაკები ქონდა მოწყობილი, ფერის ცვალების ფილმი გვაქვს ამაზე გაკეთებული და მე ხევსურეთში მოვაწყეთ კიდე ერთი ბანაკი და გულისენა ქვია ზუსტად და ჩვენ რამოდენიმე ამ ფილმის წარდგინება გავაკეთეთ და პირველი მცხეთაში გაგვიკეთებია სოფელ ნიჩბიში. ხო, თელავში პირველად შევიდა თელავის რაიონში სამშობლო ცოდნეობა, გულგულ არის ჩემი სიდედრის სოფელი და
აი კავშირები გქონდა და დირექტორმა შეგვიწყო ხელი ბავშვებს მცირე კონტინგენტი იყო ამ სოფელში, მაგრამ პედაგოგიც გამოჩნდა და ღვთისმადლით იქ პატარა ჯგუფი სამშობლოსცოდნეობის არის. ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში და ერთ-ერთი ზედამხედველია გუბერნიის წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნიის სოსო პირველი, რომელსაც მე დიდი ხანია ვიცნობ, გულანთებული ქართველი მამულიშვილია და სოსო პირველმა გახსნა რო იყვიან თეთრი წყაროს მიმართულება, იმიტომ რომ იქ უწევდა ამას განათლების სფეროში ხელმძღვანელობა, ყველა დირექტორს იცნობს და მოკლედ დამიდგა გვერდში და მთელი თეთრი წყარო ასე მოვიარე. მე მაინც წავიკითხავ რომელ სოფლებში ვიმყოფებოდი. ერკისი, წინწყარო. ასევე მცხეთაში, აი მე რო თქვი ნიჩბისის სკოლის დირექტორი, გივი ასლამაზიშვილი. ის ასევე ყველა დირექტორს იცნობს და მეგობრობს მცხეთაში. ამიტომ იქ გივის დახმარებით მოახერხეთ ასევე სკოლებში შესვლა. ეს არის მუხრანი, ქსოურისი, პატარა ქანდა. ანუ ისე ვაკეთებდით, რომ დღეში რამოდენიმე შეხვედრას ვასწრებდით. ხვდებოდნენ დირექტორები, დაგვახვედრებდნენ ბავშვებს, პედაგოგებს, ჩავატარებდით სამშობლოსცოდნეობას და მე რა თქმა უნდა წიგნს უტოვებდით და თავაზობდით, რომ ყველგან არ მოხდა გაგრძელება. ეს ვიცით ჩვენ რომ ასე არ ყველაზე ძალიან რაჭის იცით გულწრფელად რომ გითხრათ. ისეთი პედაგოგების მოძებნა, რომელიც ერთიანად ანთებული იქნება მართლმადიდებლური სულისკვეთებით და ეროვნული სულისკვეთებით. იმიტომ რომ შეიძლება კაი მაზიარებელი იყოს, მაგრამ გულანთებული ცეცხლი მამულიშვილური არ გქონდეს. ამიტომ ჩამქრალი სიტყვით ვერაფერს ვერ გავხდებით. გულანთებულ გულს მახვილი ცეცხლიანი სიტყვა აქვს. აი ეს ჭირდება თანამედროვე ბავშვს, თორე გულამდე ვერ აღწევს ჩემო. ხო გითხარით, საინფორმაციო ალყაში ვართ, რო იწვიან და თუ ძლიერად არ არის სიტყვა ნათქვამი, გულამდე ვერ მიდის. ხო, თეთრი წყაროში ასევე მიმოგზაურებ ჭივჭავი, სამღერეთი, ირაგა, ჯვარა, 4 სოფელი. ასევე შემდეგ ისევ მცხეთაში შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი კონკურენცია იყო მცხეთასა და თეთრ წყაროს შორის, აბა ვინაჯოვებდა. მცხეთაში ვიყავით ძალისი და მისაქციელი, ასეთი სოფლებია. ასევე ესე იგი ძალიან აქტიურად მუშაობს ხაშურის რაიონი ჩვენი მაკა დიდებულიძის ხელმძღვანელობით. ვიყავით სოფელ ხცისში, ბროლოსანში, ტკოცაში. ლაგოდეხში მაინც ვიტყოდი, რომ ყველაზე ძლიერti სოფელი იყო შემოგრჩა. ღვთისმადლით ყველაზე მაგრად მუშაობდა ლაგოდეხის რაიონი, მაგრამ იმდენი ქნეს ყველა მხრიდან ებრძოლეს ამ დირექტორებს, ზოგს უჩივლეს, ზოგს სადღაც იბარებდნენ, ზოგს რაღაცა და ყველა გაარჩენეს ერთი სოფლის გარდა. ეს არის თამარიანი სოფელი, ჩვენი ლუიზა მათიაშვილის დედის ხელმძღვანელობით მანანა ლომიძეს არ გაუჩერებია ეს სწავლება. მე ძალიან საინტერესო ღონისძიება მოვაწყეთ ვარკეთილში ჩვენი ხარება ბავშვების ლიტერატურული წარმოდგენა ხევსურული მართა დაუდგით. ეს განსაკუთრებული ჯგუფი იმით არის, რომ ერთადერთი ჯგუფია მე რაც ვიცი, რომ მუსიკალურ ფონს არ იყენებს ლიტერატურული თეატრი. რატო? იმიტომ რომ თვითონ მღერიან და არაჩვეულებრივად გალობენ და მღერიან ეს ბავშვები. ანუ ფონსაც თვითონ უკეთებენ და თვითონ დგავენ. ეგრე რომ ეს კიდე სიახლე იყო ამ წლის, ესე იგი თველში. და აგერ ზუსტად ერთ-ერთი განსაკუთრებული შემოდგომით ჰქონდა თველი გურჯაანში. ჩვენმა ვეფხისტყაოსნის ავთანდილმა ბავშვები მოიწვია თველში. სინამდვილეში პატივისცემა გვინდოდა, მაგრამ მუშები ვერ ვნახეთ და ამ ბავშვებმა დაკრიფეს 8 ტონა თუ რაღაცა ყურძენი და იმდენი იშრომეს, რომ აი რამდენიც გინდა მუშისთვის გადაგეხა და მაგდანს ვერ დაკრეფავდნენ. და ფაქტია, რომ ბავშვებმა გულწრფელად იმუშავეს და მე ვლადი ერთგვარი წახალისების გამო საგანგებოდ მოგვიწვია ჩვენს მიერ დაკრეფილ და დაღვინებულ თვლის შედეგზე, ანუ დაგემოვნებაზე, ქვეორის ღვინოზია ლაპარაკი და თქვენ იცით, რომ ჩვენი გვიყავით და მართლაც დაუვიწყარი ჩემთვის დაუვიწყარი იყო, რაღაცა ძალიან შთამბეჭდავი იყო, გულწრფელად გეტყვით, შთამბეჭდავი იყო რთველიც, იმიტომ რომ პირველად ჩემი გაზრდილი ბავშვების გულში აღიარება მოხდა დიდი სიყვარულის. აი ზუსტად ისეთის, როგორც ვასწავლით. მე რო ეგენი არ დამენახა, ასე თამამი არ ვიქნებოდი. ანუ თავისუფლად შეიძლება შედეგის მიღწევა. ეს მთელი სამყარო რო ჩემ წინააღმდეგ იყოს, მე ვერავინ გამაჩერებს.
ერთი მოსწავლეც რო დამჭეს, აი ამ სწავლებას არ გავაჩერებ, იმიტომ რომ დაზუსტებით ვიცი ამას რა შედეგი მოყვება. და მე გინდა გამაჩერა, რომ ჩემს ბავშვებს ვერავინ ვერ გააჩერებს. და ეხლა წელს ახალი სიახლე იწყება. შემდეგი წლიდან დაახლოებით 1000-მდე ბავშვი ყავს მზად უკვე რომ პირველი გაკვეთილები ჩაატარონ მეოთხე კლასში. აი 10-დან 5-ს თუ მივახწია რომ 5-გან მაინც დავიწყოთ სწავლება, ალბათ ჯერ რუსთავში დავიწყებთ რომ მივახციოთ ყურადღება, მაინც არ გაუჭირდეთ, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები ძალიან ესე იგი წინააღმდეგობრივი იქნება. ამიტომ დახმარება სჭირდებათ და რა ვიცი, ასეთი გეგმა გვაქვს, ნახოთ რა გამოდის. ზაფხულ, ესე იგი სექტემბრიდან რომ დავიწყებთ, რომ ჩვენი გაზრდილი ამ ბავშვებზე არ არის ლაპარაკი. ვინც უკვე გავზარდეთ და დაამთავრეს და გაიარეს ყველა კურსი. ოღონდ წარმატებით, რომ შეიძლება გაიარო, მაგრამ ტელეფონში იყურებოდეთ და არაფერი არ გამოდივა, კიდაც გაგი ტელეფონი შენზე კარგად იციან იმ ბავშვებს. რომ კლასშიც გინდა შეხვიდე, შენზე ძლიერებს ყველგან იპოვე. ხო, შემდეგ ჩვენ ძალიან საინტერესო გასვლა ქონდა მესხეთში, ნათლისღების დღესასწაულზე. გარდაბანში, ახალი სამგორია გარდაბანში მამა დავითის ხელმძღვანელობით და იქ ფერისცვალება ფილმიც ვაჩვენეთ და ჩავეხუტეთ ბავშვებს. ხაშური, გომი და ვაყა ასეთი სოფლებია და გამოჩნდა იქ ასევე ჩვენი ერთ-ერთი მშობელი, რომელიც სამშობლოს წოდებებას გახსნის დღიდან ესწრება და ჩაიბარა ეს საქმე, მონახა იქ, შექმნა ჯგუფი და მოხდას დაიწყო პირველი ესე იგი სამშობლოს წოდნეობის გაკვეთილები და მოხდა სასწაული ხალხო. 4-5 გაკვეთილის მერე სოფელში ტაძარი არ ქონდათ. უკვე ტაძარიც გაიხსნა და მოძღვარის დაუნიშნეს. აი გააქტიურდა თუ არა, ბავშვები დაყავდა ხაშურში საზიარებლად. ირმა კაპანაძე ყავს ასეთი. ხო და ღვთისმადლით, აი როგორც ამოქმე და ალოცა ფეხით ატარა, ალილოზე, ჭონაზე, ეგრევე შედეგმა არ დაამყარა და დღეს სოფელს თავისი მოძღვარი ყავს. აი ესეთი წარმატება. ყვარელში ჩავატარეთ ძალიან კარგი წარდგინება მოძღვრებთან ერთად და ინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად, თუმცა შედეგი არ მოყვა ჯერჯერობით, ყვარელში ჯგუფი არ აქვს. გურჯაანში ველისციხე დაუმატეთ, გურჯაანი აქტიურია, იცი თქვენ კალაურში, შაშიანში, როგორი ბავშვებიც აქვს და ველისციხეშიც ესე იგი შევახციეთ. გორში ჩატარდა ძალიან მაგარი შეხვედრა უნივერსიტეტში, ეს იყო ჩვენი პირველი გამოსვლა უნივერსიტეტში. მამა ბასილთან ერთად პროფესორ მასწავლებლები ესწრებოდნენ. რესურს ცენტრის ხელმძღვანელი დაესწრო. გორში სიტყვა გამოვიდა და თქვა, რომ გორი მზად არისო სამშობლოს წოდნევებას კარები გაუღოსო და მართლაც რამოდენიმე სოფელში ჩვენ ვეცვიეთ, ჩავატარეთ და რამოდენიმე სოფელი კიდევ გველოდება. მე ასეთი ესე იგი ბანაკი მადლიერება მოვაწყეთ, უკვე ზაფხული დაიწყო და თქვენ გახსოვთ ბაკურიანში არაჩვეულებრივი დაუვიწყარი მცირე ჯგუფის და დიდი ჯგუფის. მე გულწრფელად ვიტყვი, აი ეს ბავშვები, ვინც ახლა ჩვენი უფროს კურსის ბავშვები არიან, თვითონ დაწერეს პირველად ცხოვრებაში ტექსტები, თვითონ იმეცადინეს, თვითონ დადგეს და აი სახტად დაგვტოვეს რა. ამან კიდევ უფრო ძალა მომცა, რომ ესე იგი ამ ყველაფერთან ერთად ამათ შემოქმედებითი პოტენცია გააჩნიათ და ესენი არა მარტო სამშობლოს წოდნეობას ასწავლიან რამოდენიმე წლის მერე, ლიტერატურულ თეატრებსაც შექმნიან და მთელ საქართველოს იმ ბავშვებით მოივლიან და იმ ქართულ სულს და იმ ქართულ სუნთქვას შეიტანენ ჩვენი ბავშვების გულებში. ხო, აი როგორც გითხარით, გორში მერე რო გაიხსნა გზა, სოფელი ქრახვრელი, ხო, სოფელი ხიდისთავია, სადაც ჩავატარე და აი ამ ქრახვრელში, ქვახრელი ესე ქვია, უფლისციხესთან ახლოს არის, გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დამთავრებულია სასულიერო აკადემიის, ჩაუდგა სათავეში და ჯგუფი ყავს და ესე წარმატებით მინდა. ცხეთა, როგორც გითხარით, აქტიურია და ალბათ ყველაზე წილკანში ვიყავით ვაზისუბანში წარმატებით და ეხლა ძალიან საინტერესო ხარება დღე ჩავატარეთ გურჯაანში. ხარება დღეს ვეზიარეთ ბავშვებთან ერთად, ან ღამისთევა იყო კალაურში, შაშიანელი ბავშვებიც გადმოვიდნენ ნაზიარები და გადავწყვიტეთ ფეხით ავსულიყავით, მთაში აქვთ მაგათ მაგარი სალოცავი. დედა ღვთისმშობლის უდიდესი ტაძარი ტყეში. დასწყო მაგარმა წვიმამ. მეთქი ორი ბავშვიც რომ მოვიდეს, მაინც წავალთ მეთქი და 50 ბავშვი მოვიდა. არის ფოტოები გადაღებული, შეგიძლიათ Facebook გვერდზე ნახოთ. აი ამხელა ბავშვები, ასე ავედით ფეხით, აი ძალიან მაგარი დღე ჩატარდა, დავკოცნეთ, ხო, რა იყო იცი საინტერესო.
ყვავილების მიკრიფავდნენ ბავშვები და მემაძლევდნენ ეს ლამაზი გოგოები და მე კიდე ვა და ვიხუტებდი ყველას კოცნიდი ხელებს უკოცნებდი რომელი ხელით მოკრიფებთ ამ ხელი და უკოცნი და ამათაც უხაროდა და ყველა ყვავილი დაკრიფეს სანამ ესე იგი მთელი გზა ყვავილების კრეფით და ჩახუტებით გავა აი ულამაზესი დღე იყო და ალბათ აი დაუვიწყარი მართლა და კიდევ ერთხელ ხვდები რომ გასვლით ღონისძიებებს რა მაგარი შედეგი აქვს აი რომ გახვალ და იქ ერთმანეთსაც ხვანაირად უყურებენ იქ ერთმანეთს იცნობენ მე ეს ბუნება ეს ჩვენი ტაძრები ეს მადლიანი მიწა ეს საოცარ სინთეზს ქმნის და საოცარ შედეგს გვაძლევს ხო ძალიან საინტერესო იყო უფლის ციხეში მე რო თქვი მე-4 კლასის წაყვანა მე-4 სკოლის იმიტომ რომ სამშობლოს წოდების გაკვეთილები თუ გასვლითი არ მოეწყო ისე ვერ გამტკიცდება ეს სწავლება ეგრე რომ წარმოიდგინეთ თქვენ რომ გაიზრდებით და მე თქვენ ბავშვებს რომ გასვლით გაკვეთილზე რომ წაიყვან თავიდან უნდა დავიწყოთ ერთდღიანით მე-4 კლასელებს ჯერ 2 დღიანი და 3 დღიანი ჯერ ცოტა ადრეა ნენელა მიეჩვენა ესე იგი საოცრებ ამაზე ფილმიც არსებობს 30 წუთიანი ფილმია აი რო არ იტირო შანსი არ აქვს 1% შანსი არ გრჩება ისეთი დრამატული ცრემლიანი და თან მარადისობა ცრემლად ნათქვამი ესე ქვია და ტირი ხარ არა იმიტომ რომ რამე გტკივა ან ვინმე გაწყენინა და ან არ მისმენს ვინმე და კაცრად უთხარი და იმის გამოვატირე მაგიტო კი არა მარადისობა რო არსებობს ღმერთმა რო ჩვენ უსასრულობა გვაჩუქა რომ 64 შეგიძლია აქავე მოიპო და 60-ის განცდა რო გულში იქმნება და ამაზე რო ტირი ხარ აი ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა მე ასე ვფიქრობ ამის შემდეგ კიდევ ვიყავით ველისციხეში გურჯაანის რაიონში და დაფუძნდა იქ ერთ-ერთ ტაძართან ერთად სამრევლო სკოლა და ღვთისმადლის სწავლება პედაგოგი ყავს ჩვენი ნატალია და იქ სწავლება არის მე ძალიან საინტერესო ეს 37 ღონისძიება მე საგანგებოდ დავნომრე რომ უბრალოდ ანათვალი გქონდეს მადლიერების გაკვეთილი გამოგვივიდა მახათას თაზე მოკლედ ერთ-ერთ ჩვენ მოსწავლეს მამა უყდებოდა რა უკვე შეერთებული იყო აპარატზე და მისი გადარჩენის არანაირი 10 დღე მკვდარი იყო კაც თან მკვდარი კი არ იყო ჯოჯოხეთში მოგზაურობდა და იტანჯებოდა საშინლად და ვინც აქ მასზე ლოცულობდა ყველა ნახა ხო იცი იქ თვითონ გვეუბნებოდა მე გეტყვით ვინც ილოცეთო და ყველა ხატი დაგვისახელა შენ ამ ხატზე ლოცულობდი შენ იქ წახვედი სალოცავად ანუ ესე იგი იტანჯებოდა იქ და თან ამ დახმარებებს ხედავდა და 10 დღის მერე ადამიანი მობრუნდა ეხა ფეხს ედგა გადარჩა თან ისე არაქრისტიანული წესით მიდიოდა რომ მისთვის ლოცვაც არ შეიძლებოდა თუ გარდაიცვლებოდა ამ მდგომარეობაში და აი ბავშვების ლოცვით რაღაცა ადამიანი დაბრუნდა და ამის აღსანიშნავად მადლიერების გზა დავარქვით და სადაც მე ვარ კეთილში გაკვეთილებს ვატარებ წავედით ფეხით მახათას მთაზე ოღონდ ბავშვები 8 შვილის მამაზია ლაპარაკი და მათი შვილებიც 2 წლის 3 წლის 5 წლის 7 წლის 8 წლის აი ეს ბავშვები ავიჩარეთ ხელში და დედებთან ერთად 19 და მე ვლადი შეგვიერთ და მე-20 და ავედი დაგვაღამდა გაგვიჭირდა მაგრამ ბოლომდე მივედი და ეს იყო ჩვენი მადლობის თქმა უფალთან და ბავშვებმა ეს ისწავლეს რომ მადლიერების განცდაზე და სათნოებაზე დიდი სათნოება არ არსებობს ამიტომ ეს იყო მადლიერების გაკვეთილი მინდა გითხრათ რომ თბილისში არაერთი საინტერესო შეხვედრა მქონდა წელს სიმართლე გითხრათ მე შინოდა რომ თბილისში წინააღმდეგობა არ ყოფილიყო მინდა გაგახაროთ ეს იყო საოცრად თბილი შეხვედრები იქაც ზუსტად ისეთივე საოცარი და საყვარელი ბავშვები არიან და მზად არის მათი გულების ქრისტეს მისაღებ აი ცრემლიანი გაკვეთილები 91 სკოლაში შედგა უდიადესი შეხვედრა ამის შემდეგ თქვენ უკვე გახსოვთ ახლახანს მთაწმინდელში ძალიან ბევრი ვიშრომეთ მზის კვართის დადგმაში რაც ჩვენ აქ ბრძოლები გადავიტანეთ მართლა არ მახსენდება მეორე ასეთი აი გახსოვთ ავარიაში მოყვა მონაწილე ბავშვის ავადმყოფოში დაუწვინეს თამარდედას ბოლოსაც ბოლო დღემდე იყო სუბრძოლები ასევე უნდა აღვნიშნო რომ ბიჭები მეხმარებოდნენ ძალიან კარგად განსაკუთრებით დათა მეხმარებოდა ბექაური და ჩვენი საბა რომელიც მოდიოდა და აქ რჩებოდნენ და აი ეს განათებები გაიყვანეს და ყველაფერში მიიღეს მონაწილეობა ასევე უნდა აღვნიშნო რომ პირველად მოხდა რომ ლიტერატურულ კომპოზიციაში მონაწილეობა
თქვენმა მშობლებმა მიიღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა მშობელი და ბავშვი ერთად დგება ქართული საქმის აკეთებლად. და მე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ალადაშვილებს, თინათინსა და თამარს, რომელთაც ეს წინვალედ გამოუვიდათ და ძალიან დრამატული ნაწარმოები გამოვიდა მზის კვართი. ასევე ამის შემდეგ ჩვენ ხარების ჯგუფი თბილისის ხევსურეთში გახდით და ჩვენი რამოდენიმე ბავშვიც, რომელიც ძალიან დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, ხან ამათ კონცერტზე მიიწვიეს იმათ, მერე ამათ მოიწვიეს აქ თქვენთან ამის დასწრებაზე და მოკლედ იქ მე შევთავაზე რომ თუ ადგილი არის, აი ეს სამი ბავშვი ვინაიდან ასე დაუახლოვდით, იქნებ წავიყვანოთ მეთქი და ძალიან გაუხარდათ და მოკლედ ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ. მართლა დაუვიწყარი შეხვედრა იყო. იმ ჭედლიშვილმა რა გააკეთა ოღონდ რა, მე ესეთი არაფერი მინახავს. ესე იგი ცნობილი ნუკრი ჭედლიშვილი არის ხრიდოლის მასწავლებელი, რომელმაც 0-დან დაიწყო და ასობით ბავშვი ყავს თელ საქართველოში და ატარებს თაში და ხრიდოლი არის ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნება. პირდაპირ ასწავლის, ესე იგი აი ვაშკაცას დის და ეკლესიაში დაატარებს ამ ჯგუფს. აღმოჩნდა მისი უფროსი ქალიშვილი. ესე იგი რას მღერის, გარმონი, ფანდური თუ რამე არსებობს, მე ეს ხევსურული ფორმა ეცვა, არ ვიცი რა, აი მითიური ადამიანი რა. აი და ყველა კარგ სიტყვაზე სამშობლოზე ყველაზე უტიროდა თვალები. ეგრე რომ მე აუცილებლად ჩამოვიყვან აქაც და სამომავლო ღონისძიებებზე პირდებით რომ ჩვენ ერთად ვიქნებით. იმიტომ საოცარი ბავშვები, მაგათ ეხლა იმხელა პრაქტიკა არა აქვს რამდენი თქვენ, მაგრამ პირველი ნაბიჯები ძალიან წარმატებით გამოგვივიდა იქ და ეს ნამდვილად მართა დაუდგით ხევსურ ბავშვებს, ბარისახოს ბავშვებს, როგორ გაბედნიერდნენ უნდა გენახათ რა. განსაკუთრებით ამათი სიმღერებით მერე თვითონაც იმღერეს, თვითონაც ლექსები თქვეს. ნუ რაღაცა ფანტასტიკური შეხვედრა იყო რა, დაუვიწყარი და მოკლედ ხო, მე მომიწია ჩემო ძვირფასებო, ეხლა ხან ჩამოვედი რამოდენიმე დღის წინ ზემო სვანეთში ვესტიაში, სადაც ეთნო ფესტივალი ჩაატარეს ჩოხოსანთა საზოგადოებამ და ეს იყო ფოლკლორის ესე იგი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბლების. თუ არ ვცდები 14-მდე ანსამბლი იყო და ერთ-ერთი პირველი რაც იქ მოხდა სამშობლოს მცოდნეობის გაკვეთილი იყო დიდ დარბაზში და სადაც მოძღვრები, მონასტრის დედები ესწრებოდნენ და იქ მომეცა საშუალება რომ აი ამ ყველაფერზე რასაც თქვენთან ვისაუბრე გავაცანი ეს კადრებიც ვაჩვენე და ძალიან ემოციური კარგი შეხვედრა იყო. აი ცეცხლიანი რაც თავარია და გამოხმაურებაც საკმაოდ ისეთი ძლავრი მოყვა. ეგრე რომ მე შევთავაზე და თუ იქიდან აუცილებლად დაგირეკავთ რომ ამებმა გითხეს ჩაიწერეს კოორდინატები და სექტემბრიდან თუ დაგვირეკავენ ჩავალთ და ეგრე რომ სვანეთშიც დაიწყება ეს სწავლება. ეხლა ბოლოს უკვე ჩვენ იცით რომ დაგეგმილი გაქვთ მესხეთ ჯავახეთი. პირველად მოხდა ისე რომ ამ პროექტში რომელიც ეხლა ღონისძიება დაგეგმილი რესურს ცენტრის დონეზეა დაგეგმილი განათლების სამინისტროდან ესწრება ამას და ჩვენთან ერთად მოდის ნუგზარ ვანიშვილი რომელმაც თვითონ დაგეგმა იქ ხდება რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ასპინძის და სკოლის დირექტორებმა გითხრეს თქვენ ოღონდ აქამდე ჩამოდითო და ბავშვებს ნებისმიერ დროს დაგახვედრეთ აქ არავინ არ დადის ეგრე რომ ერთი ესეთი შეხვედრა ასპინძის ერთ-ერთ სოფელში გვექნება სადაც დირექტორი საქმის გუშია და გველოდება და ერთი გვექნება 20-ში უკვე ნინოწმინდაში. ეს კიდე არის ქართველების უმცირესობა, აი გარშემო სულ არაქართველები ცხოვრობენ. იქ ერთადერთი ქართული სკოლაა, სასაზღვრო გოგაშენი ქვია და აი ქუნდა ჩავატაროთ მზის კვართი. ეგრე რომ დირექტორები გველოდებიან იქ სასტუმრო ნუგზარ ვანიშვილი თავის თავზე იღებს, არ ვიცი როგორ ანაირად, მაგრამ აი ჩვენ თვითონ გვიწევს და განათლების რას ვეღირსეთ რომ განათლების სამინისტრო გვიწევს ღონისძიებაზე და სასტუმროს თვითონ ჩუქნის. ოღონდ ეს თავის თავზე იღებს, განათლება აფინანსებს, ეს არის თვითონ ესეთი მოღვაწე და საოცარი ადამიანი თავის ქალიშვილთან ერთად მობრძანდება 19 წლის გოგო ყავს და დაუმეგობრდებით და ვიმეგობრებით. ორი კიდე ბანაკია დაგეგმილი ეხლა სამომავლოდ ერთი სვეტიცხოვლობა დღეს 13-ში არის მეგობრობის დღესასწაული, იმიტომ რომ მეგობრობის უნიკალური მაგალითი. შეიძლება ითქვას
ანალოგი რო არა აქვს, გვაჩვენეს 12-მა მოციქულმა, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ქრისტეს მეგობრები და მათ განავრცეს საქართველოში დააფუძნეს ეკლესია. ამიტომ ყველაზე დიდი მეგობრობა მოციქულთა მეგობრობაა. ამიტომ მან ბანაკს მეგობრობა დავარქვით, ეს დაიწყება სვეტიცხოველში ზიარებით, კვართს დავადებთ გულს, მერე ერთად გავატარებთ იმ დღეს, ნახავთ ფილმს, ვაკურიანში გაკეთებულ ფილმს მადლიერებაზე, ერთად ვიმხიარულებთ, როგორც გვჩვევია, ერთად დავისვენებთ და დილით გავუყვებით ქვათახევისკენ გზას. ანუ ორდღიანი იქნება ეს ბანაკი, დაინტერესებულმა ხალხმა უნდა ჩაიწეროს ტელეფონის ნომერი, ვინც ხელმძღვანელობს ჩვენ თამარ დედას, რომ გაიგოს პირობები. და ბოლო ბანაკი, როგორც გითხარით, ილიას გზა იქნება, სადაც უკვე კომისიაა შექმნილი, სადაც მოძღვრებიც არიან, კანდიდატებს ჩაწერენ მშობლებთან ერთად მონაწილე ბავშვები, ანუ რომელსაც უნდა, იმიტომ რომ იქ არ იქნება 2 დღიანი და 3 დღიანი, შეიძლება 10 დღიანიც კი იყოს, 1 კვირიდან 10 დღემდე. ანუ იქ უნდა იცხოვროს ბავშვმა და მოკლედ მსურველები ჩაეწერებიან და კომისია შეარჩევს იმ 20 ბავშვს მთელ საქართველოში. იქნებიან ემიგრანტებიც აქ ჩართული, ჩვენი მიზანი იქნება ემიგრანტებს კარგად გავაცნოთ, ჩვენი დიდები, რა თქმა უნდა, უკვე ემიგრანტი ბავშვები, მოზრდილები, მიზანი იქნება ჩვენი, რომ ისე შევაყვაროთ ჩვენი სამშობლო, რომ აღარ გაუჩნდეთ სურვილი იქ წასვლის. აი ესე, ხო, კიდევ ერთი საოცრება რაც მოხდა, 44 დავასახელე, ეხლა წარმოიდგინეთ, რა ნაყოფიერი წელი იყო თქვენ თვითონ იმშელეთ და ეხლა აღარ შემეძლო საკითხად გამეკეთებინა ეს შეხვედრები და აღარ დავწერე. რა გააკეთეს ჩოხოსანთა საზოგადოება. მართლაც საოცრა, იზვიათმა მართლა რო იტყვიან ეს საზოგადოება ერთი 1000 ამაღლა. ფოლკლორულ ანსამბლებთან მიდის, დადო ხელშეკრულება საპატრიარქოს ჩოხოსნებსა და ფოლკლორულ ანსამბლებს, ქორეოგრაფიულ ანსამბლებს შორის, მათმა ხელმძღვანელებმა ისურვეს, მორწმუნე საზოგადოება. მივდივართ ამ ანსამბლებთან, უტარებთ სამშობლო ცოდნეობის გაკვეთილებს, ვაცნობთ ჩოხოსანთა იდეას, ყველაფერს და ამის შემდეგ მოდიან სამებაში და ესწრებიან წირვალოცვას, ფორმები შემოსილი და უმეტესობა პირველად ეზიარება. აი 500-მდე ბავშვია ესე ვაზიარეთ უკვე. ხო და მე მიწევ შაბათობით ამ ჯგუფებთან შეხვედრა, აი ჩამოგითვლით ეხლა რაც გავიხსენე. ერთი ამდენი ვერ გავიხსენე. ეგრისი იყო ესეთი ანსამბლი გლდანში, ბასიანი იყო გონის აბურთალოზე, მამულიშვილი აფრიკის დასახლებაში არაჩვეულებრივი, ლილე იყო, ესეთი სკოლას ქვია ლილე, ეს არის მუხიანში, თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში საერთოდ სენსაცია დატრიალდა და ბავშვებმა იტირეს, ჩამეხუტნენ სათითაო და დირექტორმა ჩაიწერა ჩემი კოორდინატი, რომ სკოლაში ვიწყებ სამშობლო ცოდნეობას. ნახოთ აბა. ვაკეში არის ნინო რამიშვილი, ასეთი ხელმძღვანელი, იტირა გოგომ და სამშობლო ცოდნეობის გაკვეთილებს არ აცდენს დღეს. ისანში ჩავატარეთ, აღარ მახსოვს, აფრიკაში სხვა ჩავატარეთ, მუხიანში ჩავატარეთ, წანისი და ასე შემდეგ. მოკლედ აი ყველგან სამშობლო ცოდნეობაზე ვისაუბრე ისე რომ გული გაუთბათ ყველამ და იქიდან სულ მოწვევები გავაროდის და მე სამომავლოდ აი ბავშვებს რომ დავსდი. აი ეს ბავშვები უნდა შეუშვა ამ ჯგუფებში, სადაც მოითხოვენ და სადაც ექნება ურთიერთობა. ასე დამთავრდა ჩვენი სასწავლო წელი. მინდა გითხრათ რომ ესე იგი დიდი მადლობა. მადლობა ხმე.